საქართველოში ყველამ კარგად ვიცით, რომ 5 ლარი ძალიან ფასობს. სწორედ ამიტომ დღეს ვაპირებთ, რომ 5 ლარად გამოვიყვებოთ. მე და ჩემი ოპერატორი შევეჯიბრებით ერთმანეთს და გამარჯვებულს გადაეცემა. რა გადავცეთ გამარჯვებულს? ფული? ბევრი? ჩვენი სპონსორისგან 500 ლარი იქნება დღეს გამარჯვებულისთვის. არ დაიჯეროთ ახლა იქ. შეიძლება სამსახურიდან გამოდიოდეთ, შეიძლება სკოლიდან გამოდიოდეთ, ნუ ახლა ზაფხულია, სკოლა აღარ არის, მაგრამ ნუ ხო ხვდებით რა მოგივათ 5 ლარად. წავიდეთ ახლა და დარჩენი გზაში გაირკვევა. ნახოთ პირველი საცხობი, შემდეგ მაღაზიები და ასე შემდეგ რა, იმიტომ რომ 5 ლარად ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ცოტა ფულია, მაგრამ მაინც. რანაირად? ბიჭო 5 ლარათო ეხლა ძვირია რა გავაკეთე. ვერაფერს ვერ იყიდი. ვიცი 5 ლარად აქ ვერაფერს ვერ იყიდი, მაგრამ აქ რა უნდა ვიყიდოთ? მოკლედ, აქ არც მიკროფონი მაქვს, არც კამერა მაქვს, გიორგისგან განსხვავებით, იმიტომ რომ მე შევდივარ მაღაზიაში და ქსელურ მაღაზიაში გადაღება არ შეიძლება. და ჩვენც არ ვაპირებთ გადაღება შესაბამისად და ეხლა წავიდეთ კამერის გარეშე. მივდივართ და აი ესეც პაკეტი ჭირდება უეჭველი რამე დასალევი უკეთეს ვარიანტი მაქვს ვიდეოს კონტენტი. აგერ 5 ლარი და აგერ 2 სხვა გავნახოთ, აბა რა შევიძენთ 5 ლარად. ფანტასი უღუტე რომ მივაყოლო კუჯანიშნობა. მოვედით, გავნახოთ აბა. ისი საცხობი აქ არის მოხონე? კი. აღარა ასეთ. აღარა. გამარა გავაკეთე. წყალი არა მაქვს და ვერ მოვადგინე. ამიტომ რა გქონდა, მაგრამ აი პოლიცალი ამის მიგვა შეგვეცნო. პოლიცალი ეს, მაგრამ წყალი არა. შევიდეთ მაგნიფიკოში, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ძალიან ძვირი ფასები იქნება რა, ყველაფრის და მივხედავად. შენ როგორ ფიქრობ? წავიდეთ. გონი სხვა გზა მართლა არ მაქვს, მაგრამ მაქსიმალურად გამოვიყავ თან. გამარჯობათ. უკაცრავად. აქ აი რას ვიყიდი 5 ლარად, ეგ მაინტერესებს აქ. კი. ბურგერი არის 3.90-ია. დაწყებული ხაჭაპური, პიცა 3.5, ხაჭაპური 3.5, 3 ვარიანი ლობიანი, კუბდარია კიდე პორციაში თუ მოგწონს 3.80, მეგრული ხაჭაპური არც. 5 ლარიანი ჯერ არ არის. ეს 4 ლარიანი სენდვიჩია, ხო? მოდი მაშინ პიცას ავიღებ და პიცა არის შულო 2 ლარი. არის დახურული. მოდი დახურული იყოს. სამსახურიდან რო გამოდიხარ, ამდენი ხანი რო შოუ და ამას რო გიგო. აგენიც. გემრიელად მე. მადლობა ნახვამდის. მოკლედ, მეგობრებო, როგორც გაიგეთ, შევიძინე დახურული პიცა 4 ლარად და შევიძინე 1 წყალი ლარად. ეს იყო ზუსტად 5 ლარის. ეხლა წავიდეთ და ვნახოთ, აბა ივარა შეგვირჩევს რას იყიდის. ჩიფსი. მაგრამ მე ეგ არ მეჭმევა, ნაღველი მაგაზია. 5 ლარად. მე მგონი ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთე 5 ლარის ფარგლებში. წავედით ახლა. ბიჭო, რა მართლა არის ფასია, მაგრამ ბიჭო, რავი, ნორმალური არა, წყალი ლარი, ეს 4 ლარი. წამოეხლა წავიდეთ და შენ რა საარჩევ ერთი ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ რაღაც ვერ ვატყობ რომ მომიგო. გიორგისგან განსხვავებით მე 90 თეთრი მაინც დარჩა. ეს რამდენად გაგაძღობ თუ იმას არ ვიცი, მაგრამ ვცადოთ და ეს ფანტაა. გემრიელი მაინც იქნება. კაი, ამას დავდოთ ჩემი რამის. მაგრამ მაგრაც ხარ, ცოტა ხანი დავჭიდეთ, თორე დავდოთ. აი ჭყონია საღო. კარგად ჩითარ ძმა, ნახეთ. უყურე რა რეკლამა შევცო? მოგამოდო რაღაც სექსუალური რეკლამები როა, რაღაც ქალი რო ითქნებს, ვითომ იხნე. ეხლა შევიდეთ აქ და აგერ ნახავ თუ არ მოვიხოდე და ისწავლე. ახლა უკვე დროა რომ მეც შევიდე საცხობში, მაგრამ მე არ შევდივარ, მე გარედან ვყიდულობ. ვაიმე რა კაი სიგრილეა. ეს არის ნატიფი ნაზუხი, ამაზე ბევრჯერ მილაპარაკია კიდევაც და კიდე ერთხელ მიწევს ლაპარაკი, კაი რაღაცებს ყიდიან და მოდი ვნახოთ 5 ლარად ნატიფ ნაზუხში რისი ყიდვა შეგვიძლია. დიდი ალბათობით ნაზუხის, ხო? ანუ
ნატიფ ნაზუქში 5 ლარად ვიყიდი ნატიფ ნაზუქს. ნახე აქ 9 ლარი ის. ეხლა უკვე და ისე ფასებში როგორ ვართ ახლა? აჰა, 100 გრამი ფუნთუშა 94 გვირილა ლარი. ფუნთუშა ჯემიანი ლარი, ფუნთუშა დარიჩინით ლარი. Much later. ყველას ძვირიანი რა არის? ჭახრა კინა. ხაბიზგინა, ხაჭაპური. არა, საინტერესო ფასებია ეს. გუდებს ნუ უყურებ შენ. ბიჭო, ისე მართლა ლარებში ძალიან ბევრი რაღაც არის. გიო, ცოტა იქიდან გადაიღე რომ ეს გამოჩნდეს, რომ ლარებში ბევრი საინტერესო რაღაც არის. კუნთუშები, რაღაცები, კრუასანი. ნაზუქი 350. ტიპი რა ცუდი კაცია. ჩიფსი იყიდა ძმა. ეგრევე 5 ლარით ხვიში ამ ჩიფსი. დრაპონტია ეგ ძმა. რავი აგებ რა და რას ქვია ვაგე რა ეგეთ რაღაცებს თუ ყიდულობ წავაგებ აბა რა იქნება პირდაპირ 5 ლარი და მარტივად შევიდა გამოვიდა არაფერი არ უნდა ეს რო წვალობს და 1 საათი იმას ხო მაგრამ შენ წყალიც აღარ აგაკ და მე უყურე და ტექი დასვი სამაგიეროდ ეს გაკეთდა შენ 5 ლარი მე რესადმა შეგვიდა გამიგეთე ფენუანი ხაჭაპური მინდა თუ გაქვთ ერთი ცალი ოღონდ ცხელი აღარ არის. არ არის პრობლემა ეგ იყოს ერთი ცალი და აუ 2 ლარად რა სასმელები გაქვთ Coca-Cola, Fanta, Sprite. კოკა-კოლა იყოს ანუ ზუსტად 5 ლარში ვზივართ ხო შვენი აი მაშინ კოკა-კოლა გვაქვს ხაჭაპური ფენუანი გვაქვს ფუნთუშას ყიდვის ვარიანტის ჰქონდა ლობიანის ყიდვის ვარიანტის ჰქონდა ნაზუქის ყიდვის ვარიანტი მქონდა და რა წყალი მინიმუმ მომივიდოდა ძალიან კარგი ბევრი რაღაცა იყიდება სოფში ფენუანი ავარჩია ხაჭაპური სასმელი კოკა-კოლა ნორმალური არჩევა ნორმალური არის ძალიან მაგარი არჩევანი ჩემარი როგორ არა თქვენ ხაჭაპური კი ბატონო და Coca-Cola. კი ბატონო ხაჭაპური და კოკა-კოლას გავჩით კი კი თუ შეიძლება მაინც ბანკი რატო არ ბანკი მე გაჯობო რა არ მაჯობე ანუ აქ მე გაცილებით მეტი ვარიანტი მქონდა მე კოკა-კოლა მაქვს და შენ წყალი რითი მაჯობე ანუ კოკა-კოლაც მაქვს და ფანტა უკვე დავლია და აგერ ხაჭაპურის მაქვს დიდი მადლობა აი ხედავ რეკომენდაცია ნატიფს რა გინდა ძმაო ვიყიდე კოკა-კოლაც ხაჭაპურიც მაშ შენ რა იყიდე ჩემი ფეხები არც აფერი გიყიდია ჩემთან შედარებით რამხელა ხმა აქვს ჯეტას კაი გიო დაქტო ვარა ძვირი რაღაცეები გიჭირავს ერთი სამი ჩაჯექი მანქანაში დროზე უკვე ადგილზე ვართ მაგრამ თავარი რაცა უნდა დაგვავიწყდეს პროდუქტები გვაქვს გადმოსატანი მანქანაში ვჩატოვე მიდი გაიქეცი წავალე გადმოვიდა და ერთი ნახე მოვიდა ბიჭო მე მაინც გონია დავთვლი რომ მე ვიმსახურებ მოგებას ჯერ მარტო იმიტომ რომ ხო სურამულ ბრენდ შეუწყე ხელი განვითარებაში სხვა თუ არაფერი მაგიტო ვიმსახურებ მოგებას ნუ ამა ხაშურულ ბრენდს ჩემი კოკა-კოლა სადა ანუ კოკა-კოლა არ გიყიდე აი ეგ არის ჩვენ შორის სხვაობა გიო მე კოკა-კოლაც მომივიდა ფანტაც მომივიდა აგერ ხაჭაპურიც მაქვს და ისაც აიღებ მომიცი ესეც მაქვს ბულკი შენ რა გაქვს დახურული პიცა გაიგეთე წყალი დავდი წყალი გონდა და წყალიც აღარაა ანუ რისი მეტად მე მაინც გონია რომ მე უფრო უკეთესი არჩევანი გავაკეთე ვიდრე შენ და მოდი კომენტარებში დაწერო რა ვინ მოიქო და მე ეგრე ვფიქრობ რა კომენტარებმა გადაგვიწყვიტონ ანუ ვინ არის გამარჯვებული დღევანდელ ვიდეოში ესე რომ ვიმსჯელოთ ორივე ჩვენთვის მოვიგეთ მაგრამ ბიჭო ჩვენთვის რას ქვია ჩვენთვის რას ქვია მე ობიექტურად მოვიგე მე გეუბნები რომ მე მოვიგე რითი აი ამით ტკბილი გაქვს გაქვს მე ტკბილიც მაქვს ხაჭაპურიც მაქვს ყველი ესე იგი და კიდე ტკბილი მაქვს კოკა-კოლა ფანტაც გქონდა მე გაზია ვფიქრობ ჩემი აზრით რომ მე მოვიგე შენ ფიქრობ შენი აზრით რომ შენ მოიგე ჩემი აზრით არა ხალხი ფიქრობს ამ მოდი ახლა კომენტარებში დავწეროთ ვინ მოიგო რეალურად იმიტომ რომ ყველას შესყიდვები და ყველაფერი თქვენ ნახეთ და მოდი ისიც დავწეროთ რომ ივა დაასპონსორეთ აუ კი რა კი კომენტარებში ეგ დავწეროთ კაი მაშინ დაგემოვნება გადავიღოთ შენ დააგემოვნე მე არ მიყვარ რატო დიეტაზე ხარ არა აბა რა ვქნათ გაჭირვებული არავინ არა
ჩემზე გაჭირვებული ახმეტი ვინღა გინდა ეგ უნდა გითქვა მან ვის მივცეთ ამბულანს რო გავატავთ სასრაფოს გასინჯე რა ძმობას ჩაგვიჩე თითო კაი ახლა შენ ჩაგვიჩე რა რატო რა ცხენია ვის უნდა თქვენი აბა რა რატო არჭა რა მოდი გაიხეთ და შუა ქალაქში ვარ შუა ქალაქში ვართ მე ოთარ ტალიშვილი გამოვა იქიდან დათომოვა 10 ლარი ხო არ გექნება ირაო რატო არჭამ ბიჭო ბიჭო შენ რატო არჭამ მე ზოგადად ავჭამ არც მე ზოგადად ავჭამ ყუნის კაი ბიჭო ერთი რამე გასინჯე ჩიფსი გასინჯე აჰა ვინ არის ეს კაცი და ერთი ეგეთ ჩაგვიჩე ერთი აიცა ეს თეთა რა მორცხვია ბიჭო ასეთი მორცხვი ძმაო და ასეთი თავში ავარნილი კაცი პირველად ნახე ბიჭო ისეთი ჰაერები აქ ვერ უხსნი რა და გაჩუმდი ახლა მოდი აქ უშენ მაგის არ შეგრცხვა და გამიფეთქა მიკროფონი რა ქენი ბიჭო რა ცუგას უნდა ცუგა კიდე არ უნდა გემრიელია არა ჭამწოდვა ძაღლი გემრიელია არა დამწურის ემო სპონსორი თუ არ იქნება ვიდეოების აღარ იქნება ემუქრე რამდენიც ინდა კაი რავი ხალხო მე დიეტაზე ვარ ჩემი ნაღლის გადამკიდე და ეს არ ჭამს და მადლობა რომ მიყურებდით დროებით გემშვიდობებით აბა ჰოთ და იმედია დღევანდელი ვიდეო უფრო ხარისხიანი გამოვიდა წადიში